კორეული. კორეულ თქვენ არ გაკადრებთ. აბა მით უმეტეს. და მოგრა. თქვენ გინდათ გერმანული ავტომობილი. გერმანული. შევთანხმდით. დიდი მადლობა. ახლა მითხარით თქვენ თვითონ მაგრა თამაშობთ ნაარც? მე დარც ვთამაშობ, იმიტომ რომ საერთოდ მოთამაშე კაცი არ ვარ, მაგრამ იმდენად ეს 6 წლის განმავლობაში არაფერი საქმე არ მქონდა. ფეხბურთი, კალათბურთი და ნარდი იყო ჩვენი გასართობი. მე რომ ნარდის გაკეთება დავიწყეთ, უფრო დავამოღამე, თანაც ახლა როგორ არის ისი იქ არიან ადამიანები, რომლებიც მაგალითად 1-3-4 წელი ზიან, 1-3-4 თვე გამოდიან გარეთ, ისევლე შედიან და საქმე არაფერი რო არ აქვს. იმდენად მაგრად იციან ნარდის თამაში, მასწავლეს რა ერთი სიტყვით ნარდის თამაში და კარგად თამაშობ. კარგად თამაშობთ, ძალიან მაგარია. ახლა ნაკრებში რო დავაკვირდი ფეხბურთში ეს მეგრული გვარები ჭარბობს. რის ბრალია ეს თქვენ როგორ გონიათ? როგორ ახლა იცით საქართველოს დიდი არ არის 3 მილიონიანი ქვეყანა, ხო? და მე 16 წლიდან ვყიდი ამ ავტომობილს და მის ირგვლივ რაც არის საბურავი, აკუმულატორი და ესე შემდეგ. და ყიდი და ახლა მოვიდა ისეთი დრო, რომ ელექტრომობილები შემოვიდა. რო შემოვიდა ეს ელექტრომობილები ძალიან მაგარია. წარმოიდგინე 600 კილომეტრს გადიხარ და 1 ლარი არ გეხარჯება. თქვათ არც ზეთი უნდა, არც ბენზინი უნდა, აგერ დატენი 15 ლარის დატენი 15 ლარი გიждდება თქვათ ბათუმში რო ჩახვიდე. აი 600 კილომეტრი ბათუმში ჩახვალ და უკან კიდე გურიასაც გამოივლი, ხო? და ეს ძალიან კარგია. სამტრედიასთან გაჩერდი. კი, და ახლა უყური როგორ არის? სულ ეს კონკურენტები და დავიღალეთ კონკურენტები და ბიზნესში რა არის ერთი მთავარი. ბიზნესში არის მთავარი არასდროს მოწილი არ მყოლია. მაგარია. შენ როცა მოხვალ ან სხვა მოვა, სიტყვაზე ვთქვა, თუ რამე საშუალება არსებობს, ვაძლევთ რეალურ ფაში. სულ ეს პრობლემებს გიხნიან რა. 5 წუთის წინ ჩუქნიდით, ხო გახსოვთ? არა, ეს მე გიხარი მაგალითი მოყვი, მაგალითი. ეს მაგალითი მოყვი. მაგალითი, ხო, კი ბატონო, ბოდიში. წარმოიდგინე ახლა ბიჭო, კაცი მოვიდა და მიკითხება. გელაო, პრობლემებს შეგიქმნიან ისევლეო. რატომ მეთქიდა? 300 კაცი ყიდი საქართველოში ამ ავტომობილებს. და ვაკეთებთ გამოკითხვას და ვერავინ ვერ ყიდის და ყიდი შენო. მაგარია მე. და აი რა ხდებაო, როგორ ამუღამებო ახლა? შენ არ დადიხარო, სულ უცხოეთში ვარ, ხო? თქვათ, აი წელიწადში ერთი თვე ვარ თბილისში. თქვათ. და როგორ ხდება ეს? ბიჭო, რა უთხრა ახლა ამ კაცს? ჭუიანი კაცია და ბიძიამეთი. 1,5 მილიონი ვართ მეგრელები. და იქ კიდე გვერდზე სვანები ჩვენი ნათესავები არიან. ახლო. ხო. ახლა